ოქტომბრის 2015 წელია. შემოდგომის მშვიდი დღე. ჯონ ბრენანი იღებს უცნაურ უზარს. როგორც ჩანს, უცხო ადამიანისგან არის. ის ცოტა ხნით ფიქრობს, შემდეგ კი პასუხობს ზარს. Hello? John Brennan? Who is this? You're a f***ing loser. ჯონ ბრენენი რომ არ ყოფილიყო, ეს ჩვეულებრივ ხუმრობით არ იქნებოდა. მაგრამ ჯონ ბრენენი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა დედამიწაზე. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარი დირექტორი. Who is this? How did you get this number? It was so f***ing easy, bro. You're such a d***. What do you want? I don't want anything. I already f***ing own you. How much do you want? We want $5 trillion. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შესული ზარი მთავრობის წევრის შეურაცხყოფად და კიბერტერორიზმად დაედასტურებინათ. ზარის განხორციელებელი პასუხს აღებს მის აბუჩა დაგდებული საუბრის Why გამო. are you doing this? We want you to stop bombing the Middle East. ატლანტიკის მიღმა. დასავლეთის შუა ნაწილში მდებარე სახლში 15 წლის მაცხოვრებელი, რომელსაც ამჟამადაც ტელეფონი უჭირავს, ვერ იჯერებს თუ რა გააკეთა. ის მის თავს კრაკას ეძახის, რაც ქართულად მტეხავად ითარგმნება. ის ასევე ძალიან ბევრ მოსაწევს ეწევა. 15 წლის ბიჭი ასევე არის ლიდერი კრაკას შემართებით ორგანიზაციის და მისი სურვილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სისტემების პრეზიდენტები შეარწმუნოს. ისინი პირად ინფორმაციას აქვეყნებდნენ პოლიციელებზე და FBI აგენტებზე. მათ საკუთარი ხელით გადასცეს ყველაზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჯულიან ასანჟის, ერთ-ერთი ყველაზე საჯაროდ გამოტანილი ჰაკერული ორგანიზაცია სახელად ანონიმუსი. They call themselves anonymous. ხო, რომლებიც სინამდვილეში ისინი იყვნენ. ამიტომ მოკალათდით, რადგან ეს არის ისტორია მათზე. Political Teenager cyber attacks. hijacked the computers of several US intelligence and A security collective called Crackers with Attitude.